ყველას საფეხბურთო სალამი და მე კვლავ გიბრუნდებით უცხელესი სიახლეებით. კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთ გუნდში. თუ ეს ტრანსფერი შედგება, ნამდვილი სენსაცია მოხდება. De Laurentiisi კვლავ აჭიანურებს ხელშეკრულების საკითხს. ილია თოფურიას ბრძოლა Max Holloway-სთან ახლოვდება. ხუჩამ თანამემამულეს მიმართა. რა თქვა კვარაცხელიამ თავის განცხადებაში. კიტეიშვილის ტრავმა და ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას და რეალის დადებითი შედეგები. თუ გიყვართ ფეხბურთი, დარწმუნებული ვარ არ დაიზარებთ არხის გამოწერას, რადგან აქ გაიგებთ ყველაზე აქტუალურ და საინტერესო სიახლეებს. ხოლო ერთ გულმა მაყურებელმა იცით, რომ ჩვენი მიზანია ყოველ ვიდეოზე ტრადიციულად 2000 ლაიქი. ამიტომ გლიჯე მოწონებას. თუ ჩემი ეს ორი თხოვნა გაითვალისწინე, მადლობა და შეგვიძლია ფეხბურთს დაუბრუნდეთ. ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში გრაცის შტურმი ლისაბონის სპორტინგს მიიღებს. ოთარ კიტეიშვილი სათადარიგოთა სკამზია. კრისტალ სპორტის ცნობით ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ ტურში მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს. გუნდში ჩაარტყეს და ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა. ფეხბურთელს მცირე დაზიანება აქვს და ამიტომ სათადარიგოთა სკამზია. წვრთნელებმა მისი სასტარტოში დაყენება არ გარისკეს. ამიტომაც შეხვედრა გამოტოვა. 28 წლის ოთარ კიტეიშვილი შესანიშნავ ფორმაშია. ამ სეზონში ქართველი ფეხბურთელი ავსტრიის ჩემპიონატის 10 მატჩში 5 გოლითა და 2 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს. ბუნდესლიგის გასულ ტურში გრაცულ დერბიში დუბლით შეასრულა. მეორე გოლი ბრწყინვალე იყო. ასევე მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საწყის ორ ტურში ითამაშა. გარდა ამისა, გეტყვით, რომ ამ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატის 2 და ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრაში შტურმის კაპიტანი იყო. რამოდენიმე დღეში ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დაცვას Max Holloway-ის წინააღმდეგ შეეცდება. ამასთან დაკავშირებით ქართველი მებრძოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაამხნევა და სოციალურ ქსელში მიმართა. მინდა წარმატებები ვუსურვო ილია თოფურიას Max Holloway-ის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამრის დასაცავ ბრძოლაში. ჯერა და დარწმუნებული ვარ, ილია კიდევ ერთ საოცარ ბრძოლას გვაჩვენებს და გაიმარჯვებს. შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ მოიპოვა. El Matador MMA-ის გამართული 15 ბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული. Holloway-სთან დაპირისპირება კი 27 ოქტომბერს თბილისის დროით ღამის პირველი საათიდან იგეგმება. ჩვენ კი ჩვენ ჩვეულ სტილში შეგვიძლია გავამხნეოთ ამჯერად არა ფეხბურთელი, არამედ ქართველი მებრძოლი ილია თოფურია. კომენტარებში დავწეროთ #ილია შენსკენ ვართ. ასევე არ მინდა რომ ბრბოს ეფექტი გამოვიდეს და დაწერეთ პირდაპირ ის, რასაც თქვენ ფიქრობთ. დაწერეთ ის, რასაც გულით უსურვებთ ქართველ მებრძოლს. გელოდებით კომენტარებში აუცილებლად წავიკითხავ და ჩემ აზრებსაც დავაფიქსირებ. ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებას გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზებს. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრისიო რომანო წერს. ნაპოლიმ უკვე მოამზადა ახალი შეთავაზება, რომლის მიხედვითაც ხვიჩა კვარაცხელია ხელფასის სახით წელიწადში ხელზე 5-6 მილიონ ევროზე მეც აიღებს. უახლოეს კვირებში ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გაიმართება. წერს რომანო სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ემპოლისთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე ისაუბრა. თუმცა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე კონკრეტული კომენტარი არ გაუკეთებია. წარსულშიც არაერთხელ მომხდარა, რომ ნაპოლი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელები წასულან და კვარას შემთხვევაშიც თუ ასე მოხდება, გუნდი ამ მდგომარეობას გადაალახავს. ცნობისთვის ნაპოლის ხელმძღვანელებსა და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები რამოდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. ტუტო მერკატო ვების მიხედვით პარტენოპეიმ ქართველ ფეხბურთელს წლიური 5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ კვარას 8-9 მილიონის მიღება სურს. ხვიჩას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ტრანსფერ მარკეტზე მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა. იტალიელი საფეხბურთო აგენტი ანდრეა დე ამიკო რადიო მარტესთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის თემას შეეხო და კლუბის არასწორ მუშაობას გაუსვა ხაზი. ხვიჩას კონტრაქტთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია თავდაპირველად ოსიმენის ხელშეკრულების განახლება მარია. ამან გავლენა მოახდინა თან უარყოფითი გავლენა. ამ ფაქტმა გასახდელში დისბალანსი გამოიწვია. სწორია, რომ ფეხბურთელები თანაბარ პირობებში უნდა იმყოფებოდნენ. კვარაცხელიამ მესამე სკუდეტოს მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ქართველი ფეხბურთელი ახლა მისი კონტრაქტის მნიშვნელოვან კორექტირებას ითხოვს. ის თავის აგენტს მამუკა ჯუღელს უკვე შეხვდა, რომელიც კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ოსიმენი ფიქრობ ის უფრო ივნისში გაიყიდება ვიდრე იანვარში. რა თქმა უნდა, ნაპოლი საბოლოოდ დატოვებს. ჩემი აზრით ნათელია, რომ ნაპოლი კვარაცხელიას გარეშე იმ სკუდეტოს ვერ მოიგებდა. სულაც რომ არ ვიყო მართალი, ხვიჩა არის ამ გუნდის ლიდერი და ხელფასიც შესაბამისი უნდა კონდეს. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით, თუ რატომ ექცევიან ხვიჩა კვარაცხელიას ისე თითქოს არაფერი დამსახურება არ
აქვს ამ კლუბში. კვარა ნაპოლის დატოვებასთან უფრო ახლოს არის ვიდრე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან. ბოლო თვეებმა ეს დაადასტურა. სულ ბოლოს კი პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კლუბი მის წასვლას როგორმე გადაიტანს. მათ მსგავსი რამ უკვე გადაუტანია. ნაპოლის 2025 წლის ზაფხულში კვარაცხელიას გაყიდვა აწყობს, რადგან თუ კონტრაქტი ვერ განუახლეს, ეს მომენტი მათთვის ბოლო შანსი იქნება, რომ ქართველი სარფიანად გაყიდონ. მხარეები ახალ პირობებზე შეთანხმებასთან ახლოსაც არ არიან. ამ ყველაფრის ფონზე გააქტიურდნენ ევროგრანდები, რომელთა შორის გამოჩნდნენ ლივერპული და იუვენტუსი. TikTok-ის ცნობით მერსისაიდელები კვარაცხელიას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებენ. ლივერპულს გარემარბის შეძენა აქვს გადაწყვეტილი, უფრო მეტად მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ვინგერებს აკვირდებიან. ხვიჩა სიაში მოხვდა. მის გარდა არნე სლოტის ინტერესთა ობიექტში კარიმ ადეიემი, ლეროი სანე და ტაკეფუსო კუბო იმყოფებიან. მე მგონი ცხადია, რომ ხვიჩა ამ სიაში ერთ-ერთი ყველაზე ფავორიტი უნდა იყოს. ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას ლივერპულის გარდა PSG და ბარსელონაც აკვირდება. ფიქრობ თუ ლივერპულს გამოუვიდა და მათ შეიძინეს ხვიჩა კვარაცხელიას ქართული ფეხბურთისთვის დიდი ზეიმი იქნება, რადგან ორი ლიდერი, ნაკრების ორი მთავარი პერსონა, ერთ გუნდში ითამაშებს. თანაც რა გუნდში. ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მადრიდის რეალმა დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა. გულშემატკივრებმა მორიგი მაგიური საღამო იხილეს. სამეფო კლუბმა 5-2 მოიგო. პირველი ტაიმი დორტმუნდის იყო, გერმანულმა გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაიტანა. ანგარიში 30-ე წუთზე მალენმა გახსნა, რასაც ზუსტად 4 წუთში გიტენსის გოლი მოყვა. მეორე ნახევარში რეალის სახეცვლილი გამოვიდა. მე-60 წუთზე რუდიგერმა ერთი ბურთი გაქვითა. სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე გულშემატკივრებმა გამაყრუებელი ხმაური მოაწყვეს და ზუსტად 2 წუთში ვინისიუს ჟუნიორმა ანგარიში გაათანაბრა. გარკვეული დროით სამეფო კლუბი დამშვიდა, თუმცა 93 წუთზე ლუკას ვასკესმა გაისროლა და ბლანკოსი წინ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ესპანელის გოლამდე დორტმუნდს კარგი შანსები ჰქონდა, მაგრამ ტიბო კურტუა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და მოწინააღმდეგეს გოლის გატანის შანსი არ მისცა. 86 და 93 წუთზე ვინისიუსმა ერთი მეორეზე უკეთესი გოლები გაიტანა და საბოლოო ანგარიში 5-2 დაფიქსირდა. გილოცავთ მადრიდისტებს. ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთ ცენტრალურ მატჩში ბარსელონა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და დამაჯერებლად 4-1 დაამარცხა. პირველი ტაიმი საოცარი სანახაობა ვიხილეთ. პირველივე წუთზე რაფინიას გოლით ბარსა დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ 20-25 წუთი ბაიერნი თამაშს სრულად აკონტროლებდა. კეინმა გაიტანა კიდეც, თუმცა კომპანიის გუნდმა მეტი მომენტის შექმნა ვეღარ მოახერხა, რასაც 36 და 45 წუთზე ლევანდოვსკისა და რაფინიას გოლები მოყვა. ამ ფაქტმა გერმანელები გატეხა. მეორე ტაიმის სტარტზე რაფინიამ ჰეტრიკი შეასრულა და შეხვედრას ნაადრევი წერტილი დაუსვა. ჰანსი ფლიკმა თავის ყოფილ გუნდს ძალიან დამაჯერებლად მოუგო და ელ კლასიკოს წინ იდეალური განწყობა შეიქმნა. ბარსამ ბაიერნი ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად დაამარცხა. კატალონიელებს მიუნხენელებთან თამაშის მოსაგებად 7 შეხვედრა დასჭირდა. წინა 6 მატჩიდან რეკორდმაისტერმა ყველა მოიგო და 22 გოლი გაიტანა. ბლაუგრანასგან კი მხოლოდ 4 მიიღო. გილოცავთ ბარსელონას გულშემატკივრებს ამ სასიამოვნო გამარჯვებას. ფეხბურთის მოყვარულებს წინ სასტიკი ელ კლასიკო გველოდება. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები, რომელ გუნდს აქვს მეტი შანსი გაიმარჯვოს ამ ეპოქალურ შეხვედრაში. ასევე დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რა ანგარიშით დამთავრდება ეს შეხვედრა. კომენტარი, რომელიც სწორი იქნება და ადამიანი, რომელიც გაარტყავს ზუსტ ანგარიშს, მოვახვედრებ შემდეგ ვიდეოში. დღეისთვის კი სულ ეს იყო. სასიამოვნო იყო ჩემთვის პირადად თქვენთვის ამ ინფორმაციების გადმოცემა. იმედია თქვენც სიამოვნეთ და ვიდეო მოგეწონათ. ამ შემთხვევაში აუცილებლად მოიწონეთ ის და გამოიწერეთ არხი. ავიდეთ ამ 50,000-ზე რა გახდა. აბა მადლობა და წარმატებები.